ჯონსონის ზეთი. ჯონსონის ზეთი სასხამს რეზერვუარში წყალს ურევს და შემდეგ აშხურებს მანქანაზე. ნუ დავიჯერო რომ შედეგს გამოიღებს. ამისთვის ერთი გზა არსებობს. უნდა წავიდეთ ჯონსონის ზეთი ვიყიდოთ. ჯონსონის ზეთის ყიდვა ესეც ცოტა აპასნია ხო მემორია. ახლანდელ დროში. კაი, მოკლედ წავედით გავტესტოთ. ცოტა ისეთი პონტი არის რა, ხა ამის ხელში დაჯერა პარამეტროვე დროში არც თუ ისე კარგია, მაგრამ ტესტისთვის უნდა გავაკეთოთ და უჭირს. ვიდეოში იყო ძალიან დიდი რეზერვუარი გამოყენებული, თუმცა ჩვენ ესეთი პატარა გვაქვს. მეგონი მაინც გავიგებთ დაახლოებით მუშაობს თუ არა. ამას შევასწრებ ხა ჩვენი ზეთით. მოკლედ ჯონსონს ვასხამთ ხა ჩვენს რეზერვუარში და რეზერვუარშივე გამოჩნდება სხვადასხვა წყალს ერევა თუ არა ჯონსონის ზეთი. არ ერევა. ნახე? ზეთი ზემოთ არის, წყალი ქვევით დარჩა. შვენიერ, რაღაც გვაქვს. ეხა, საგავტესტოთ გოგა. გვერდზე ჯობია. აი მაგალითად ეს შუშა ავიღო. აი ამ შუშაზე არ გავაკეთოთ, ამ შუშაზე გავაკეთოთ ჩვენი ჯონსონი. ვიდეოში არ წმენს ხო? პირდაპირ ტოვებს მოგონი ეს. მაგრამ ამის დღეს როდის გაშრება? წმენს? დავწმინოთ ჯობია. მე ხარ დავტოვებ. მოკლედ ამ მანქანაზე რეებით არ ვცადეთ კერამიკა რა. ან კარტოფელიო, ან ისო, ან ესო. ეხა ჯონსონის ზეთი. კაი, და ეხა გვინდა წყალი. წყალი უნდა მივასხათ ორივე შუშას და ვნახოთ რამე სხვაობა თუ იქნება. კაი, მოდი მივასხათ. მაგრამ ამას უკვე ლაქები აქვს, იცი? თქვენი ჯონსონის ზეთის არ მომწონს.